ქართული ოცნების ახალი წევრების წარდგენას მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით დვალიშვილი მუშაობს ადგილზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. დავით, რასაც ცხადებენ პარტიის ძველი და ახალი წევრები? პარტიის ახალი წევრების წარდგენის ოფიციალური ნაწილი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და სწორედ ამ წუთებში ტოვებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები და ქართული ოცნების ლიდერები. რაც შეეხება ახალ წევრებს და მათ სამომავლო გეგმებს, აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც დაიწყო ქართულმა ოცნებამ ზუსტად 4 წლის წინ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სწორედ ქართული ოცნება ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. თავდაპირველად გავრცელებულ სიაში იყო ვარაუდი, რომ წარადგენდნენ დღეს 16 წევრს. ერთ-ერთი იყო აქედან ირაკლი ახვლედიანი, რომლის სახელი და გვარიც დღეს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს არ უხსენებია. რაც შეეხება წარდგენილი 15 კანდიდატიდან, ერთ-ერთი არის კონსერვატორი ნინო გოგუაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს არა ქართული ოცნების, არამედ კონსერვატიული პარტიის სახელით. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს კონსერვატიული პარტიის და ქართული ოცნების ლიდერებმა ერთობლივი შეთანხმებით. ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში, სწორედ დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. შესაბამისად, ბუნებრივად ვიმუშავებ ძირითადად ალბათ ამ საკითხებზე, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას, გაძლიერებას. ქართული ოცნება არის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო, რომ დღეს ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები არის დაცული, მედია სივრცე თავისუფალი და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ეს არის ის წინაპირობები, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თაოსნობით ჩვენ უკვე დავაშენებთ და დავუმატებთ წარმატებულ რეფორმებს. რაზეც მე პირადად ვაპირებ მუშაობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის იმ ტენდენციების, იმ განვითარების გაგრძელება, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი, რაც ქართულმა ოცნებამ ამ 4 წლის მანძილზე შექმნა ქვეყანაში, ეს არის განცდა სტაბილურობის. ჯერჯერობით უცნობია, ახალი წევრები იქნებიან თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, როგორც ისინი ამბობენ. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერები დამატებით განმარტებებს გააკეთებენ ოდნავ მოგვიანებით. დღეს 15 წევრი საზოგადოებას წარუდგინა ქართული ოცნების ახალმა თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან თქვა, რომ დღეს არსებული მონაცემებით ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახალი და გამოცდილი სახეები. აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დაკომპლექტებული იქნება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებით. აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს. დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებული ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტ შემოიტანენ არა მარტო ქართულ ოცნებაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომელსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია, საუკეთესო განათლება და მაღალი პროფესიონალიზმი. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში ახლების გარდა იქნებიან ძველი სახეებიც, მათ შორის არის გიავოლსკი და მანანა კობახიძის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრი მთავრობიდან გადაინაცვლებს პარლამენტში. სახელდება კონკრეტული სახელი და გვარები, მათ შორის არის ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ასევე იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი და სოზარ სუბარიც. თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაგვიდასტურეს ქართული ოცნების ლიდერებმა. ჩვენ კახა კალაძეზე ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ოდნავ მოგვიანებით გახდება. ეს ადამიანები შერჩეული იქნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში, პროგრესში, ახალ ხედვებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის. ჩვენ გვჭირდება სტაბილური მთავრობა, რომელიც იმუშავებს ქვეყნისთვის.
აქ მინისტრების ჩართვა საარჩევნო პროცესში არ მგონია სწორი იყოს. ამ ახალი სახეების წარდგენა მოხდეს, პრეზენტაცია მოხდეს, რაც შეეხება საბოლოო სიას, ეს იქნება მაჟორიტარული შემადგენლობა თუ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები, ამას ცოტა მოგვიანებით, რა თქმა უნდა, იქნებით სიაში. შეიტყობს. Რა თქმა უნდა, ამის დროც დადგება, როცა შეიტყობს საბოლოო შემადგენლობას პარტიული სიის. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ის პირებიც, რომლებიც აკომპლექტებენ ქართული ოცნების სიას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ასევე ვრცელდებოდა თავდაპირველად ინფორმაცია, რომ სიაში მოხდებოდნენ ის წევრები, რომლებიც არიან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მაგალითად დავით ყოღუაშვილი აღარ იყრის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენს ქართული ოცნების სახელით. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დღეს ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრის სტატუსით, თუმცა აღნიშნავენ, აღიარებენ მათ დამოკიდებულებას ქართული ოცნების მიმართ. უბრალოდ მინდა რომ ჩვენმა თაობებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ. ისე ქონდათ შემოთავაზება? კი. შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ჩემი ინტერესი არ იყო უბრალოდ. ვის შემოგთავაზა? თვითონ ბიძინა ბატონმა ბიძინამ შემოთავაზა. ძალიან კარგი ხალხის წარდგინება ხდება, ჩემი აზრით, წესიერების, პატიოსნების, პროფესიონალიზმის მიხედვით და ეხანაც ვამბობდი. ჩემთვის თავარი რა არის, მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი. ჩემთვის თავარი არის იყოს, რომ აი თქვენ ხელაშვილები მყავს, ხო? ესენი იყვნენ დაცულები. დღევანდელ ღონისძიებაზე საუბარი არ ყოფილა სიის ნუმერაციაზე, როგორც პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი და გენერალური მდივნები ამბობენ, პირველ ათეულს პარტია უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს. მადლობა დავით დვალიშვილს, რომელიც საგურამოდან გვერდებოდა პირდაპირ